არსებობდა სიჩუმის ისეთი სახეობა, რომელიც ალექსანდრა პეტროვნამ ამ ქვეყნად ყველაფერზე უკეთ იცოდა. ეს არ იყო წიგნების სიჩუმე, ის რომანტიკული და რბილი, ზარმაცი ნაშუადღებებითა და ნიავზე მოფრიალე ფარდებით შექმნილი. ეს სხვა სიჩუმე იყო. სიჩუმე წონით, წნევით. იმგვარი სიჩუმე, რომელსაც ციმბირის ტაიგა ადამიანს მხრებზე ისე ადებდა, როგორც ძველი ბეღლის სახურავზე დაგროვილ თოვლს, ნელ-ნელა, გაფრთხილების გარეშე, სანამ რაღაც არ ჩამოინგრეოდა. იგი გათენებამდე იღვიძებდა, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას. მაღვიძარა არ სჭირდებოდა. არასდროს დასჭიროებია. ქალის სხეული, რომელმაც ერთსა და იმავე რეგიონში 73 ზამთარი იცხოვრა, დროთა განმავლობაში სწავლობს იმის მოსმენას, რასაც სხვა სხეულები აიგნორებენ. სწავლობს ჰაერის ტემპერატურის შეგრძნებას თვალების გახელამდეც კი. სწავლობს გაზომოს, მკერდზე საბნის სიმძიმითა და კედლის ნაპრალებში შემომძვრალი სინესტით, თუ რამდენად უფრო სასტიკი იყო ის ღამე წინა ღამესთან შედარებით. და ის ღამე ძალიან სასტიკი იყო. ალექსანდრა რამდენიმე წამით იწვა, თვალები ღია ჰქონდა ოთახის აბსოლუტურ სიბნელეში, სუნთქვა პატარა თეთრ ღრუბლებად გამოდიოდა, რომლებსაც ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, რომ იქ იყვნენ. მის ზემოთ ხის ჭერი ძველი მეგობრის სახესავით ნაცნობი იყო, ყოველი ბზარი, ყოველი კვანძი, ყოველი მუქი ლაქა, რომელიც ათწლეულების კვამმა დატოვა. მან ისინი ზეპირად იცოდა, თუმცა სიბნელე იმ წამს ფარავდა მათ. სიცივე ღამით შემოიპარა. ფიცრების გადაბმებში, ფანჯრის გარშემო არსებულ სივრცეებში შეიპარა, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბერში ქსოვილის ნაჭრებითა და ლენტით ამოლუქა და დამკვიდრდა იმ სამონასტრო მოთმინებით, რომელიც მხოლოდ ექსტრემალურ სიცივეს გააჩნია. ის მაშინვე არ განძრეულა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ისწავლა, რომ ექსტრემალურ სიცივეში საწოლიდან გადმოხტომა დამწყების შეცდომა იყო. სხეულს მოსამზადებლად დრო სჭირდებოდა. იმ სითბოს შესაგროვებლად, რომელიც ღამით საბნების ქვეშ გამოიმუშავა და მის გასანაწილებლად ისე, როგორც საომარი რეზერვი ნაწილდება, ეკონომიურად, სტრატეგიულად, უმიზნო ხარჯვის გარეშე. ალექსანდრა სიცივის სტრატეგოსი იყო. ასეთი გახდა აუცილებლობის გამო, ათწლეულების წინ, როცა მისი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ერთად იცინოდნენ შტორმებზე, რომლებიც სახლის კედლებს არყევდნენ. ახლა ის ერთადერთი სტრატეგოსი იყო დარჩენილი და აღარავინ იყო, ვისთანაც არც გეგმებს და არც სიცილს გაიზიარებდა. მან ფეხის თითების ამოძრავებით დაიწყო. შემდეგ კოჭები, წვივები. მუხლები ნელა მოხარა და იგრძნო სახსრების ყრუ პროტესტი, რომლებსაც არ უყვარდა სიცივეში გავიძება. მისმა მუხლებმა წუწუნი 50 წლის ასაკში დაიწყეს და ახლა, 73 წლის ასაკში, წუწუნი მუდმივ ფონურ ხმაურად ქცეულიყო, როგორც კარის ჭრიალი, რომელიც არასდროს იკეტება წესიერად. მან ისწავლა ამის არ მოსმენა. როდესაც საბოლოოდ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ცივი ჰაერის პირველი შეჯახება სახეზე ნაზისილის გაწვნასავით იყო, შეხსენება იმისა, თუ სად იყო, ვინ იყო, რისი გაკეთება სჭირდებოდა. მან სიბნელეში ხელი გაიწოდა სქელი შალის პალტოსკენ, რომელსაც ყოველ ღამე საწოლის გვერდით სკამზე დაკეცილს ტოვებდა. ეს რიტუალი იყო. ყველაფერი თავის ადგილას, ყველაფერი თავის დროზე. ციმბირში ზამთარში დეზორგანიზებულობა ხასიათის ნაკლი არ იყო. ეს განაჩენი იყო. პალტო ცივი იყო. ყოველთვის ცივი იყო. მაგრამ ეს იყო ატანადი სიცივე რაღაცისა, რამაც ღამე დახურულ სივრცეში გაატარა და არა გარეუბნის მკვლელი სიცივე. ალექსანდრა მის იმ ტანსაცმელზე გადაიცვა, რომლითაც ეძინა, ქსოვილის რამდენიმე ფენა უკვე მის სხეულზე იყო პალტოს ჩაცმამდეც და შემდეგ ჩაიცვა სქელი წინდები, ქეჩის ჩექმები, რომლებსაც საწოლის გვერდით ზუსტად ამ მომენტისთვის ინახავდა და წამოდგა. სახლს 3 ოთახი ჰქონდა. საძინებელი, სამზარეულო, რომელიც ასევე მისაღებ ოთახს წარმოადგენდა და პატარა საკუჭნავ, სადაც ინახავდა სურსათს, დამატებით შეშას და ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებიც მარტოხელა ქალს სამყაროს იმ ნაწილში ხელთ უნდა ჰქონოდა. მან სიბნელეში გაიარა საძინებელი იმ ადამიანის დამაჯერებლობით, ვისაც შუქი არ სჭირდება სივრცის ყოველი სანტიმეტრის გასაცნობად. მისმა ხელმა უყოყმანოდ იპოვა კარის ჩარჩო. მისმა ფეხებმა ავტომატურად აუარეს გვერდი ფიცარს, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ჭრიალებდა, ზღურბლის შემდეგ, რადგან გამთენიის სიჩუმეში ზედმეტად ხმამაღალი ჭრიალი სიმშვილის არასაჭირო გაფლანგვა იყო. სამზარეულოში ღამით ჩამქრალი ბუხრის ცივი ფერფლის სუნი იდგა. ეს იყო სუნი, რომელსაც ალექსანდრა ახალდასაწყისთან აკავშირებდა. ყოველდილით იყო ეს სუნი და ყოველდილით ის მას ცხელი კვამლის და შემდეგ ჩაის სუნად აქცევდა და ასე იგებოდა დღეები ერთმანეთზე, როგორც ტანსაცმლის ფენების სხეულზე, რომელსაც გადარჩენა სჭირდება. ჯერ ლამპა აანთო. პატარა და მბჟუტავი ალი, რომელიც გაჩნდა საკმარისი იყო ორიენტაციისთვის.
შემდეგ ბუხართან მივიდა, დაიჩოქა იმ ადამიანის ჩუმი ძალისხმევით, ვინც იცის, რა დაუჯდება მოძრაობა, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს და ცეცხლის ანთების პროცესი დაიწყო. წინა ღამით თბილი ფერფლით დაფარული წვრილი ხის ნაფოტები ჰქონდა დატოვებული, არა იმდენი სითბო, რომ მთელი ღამე გაეძლო, არამედ საკმარისი სითბო დილით ხელახლა ანთების გასაადვილებლად. მან ფრთხილად შეუბერა 10 წლეულების განმავლობაში ნასწავლი დაცვით და ნაკვერჩხლებმა უპასუხეს რაღაცის თანამონაწილეობრივი მოთმინებით, რაც მხოლოდ შესაძლებლობას ელოდა. ცეცხლი რამდენიმე წუთში აინთო. ბუხარი ატკაცუნდა და ალექსანდრა ერთი წამით მის წინ ჩაცუცქული დარჩა, ალებისკენ გაშლილი ხელებით გრძნობდა, როგორ მიიწევდა სითბო თითებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ეძინათ, რომლებიც ჯერ კიდევ ატარებდნენ ღამის დაბუჟებას. ამ ჟესტში რაღაც ღრმად პრიმიტიული იყო, ცეცხლისკენ გაშვერილი ადამიანის ხელები, განმეორებული ყველა წინაპრის მიერ, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია საკმარისად ცივ ადგილებში, რომ სიკვდილი გამოეწვია. ის ამაზე არ ფიქრობდა ასეთი ტერმინებით, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ ის იყო, რასაც დილით აკეთებდნენ. ეს ის იყო, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. მან ჩაიდანი აავსო წყლით, რომელიც ღამით სახლში ჰქონდა შენახული, რადგან გარეთ წყალი კვირების წინ გაიყინა. მეტალში ჩამავალი წყლის ხმა შინაური და დამამშვიდებელი ხმა იყო მის გარშემო არსებულ სიჩუმეში. ჩაიდანი ბუხართან მდებარე შეშის ღუმელზე დადგა და ფანჯარასთან მივიდა. ფანჯარა დაფარული იყო სქელი ქსოვილის ორმაგი ფენით, რომელიც თავად ჰქონდა შეკერილი, იმ ადამიანის იმპროვიზაცია, ვინც ისწავლა, რომ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. მან ქსოვილის კუთხე გადასწია და გარეთ გაიხედა. გარეთ სამყარო არ არსებობდა. ეს იყო ყველაზე ზუსტი შეგრძნება, რომლის გამოხატვაც შეეძლო ვინმეს, რომ ეთხოვა აღეწერა, რას ხედავდა. გარეთ სამყარო უბრალოდ არ არსებობდა. იდგა გათენებამდელი სიშავე, რომელიც არა მხოლოდ სიბნელე, არამედ სისქე იყო, მატერიალურობა, თითქოს ჰაერი ღამით გამყარდა და ის, რაც ფანჯრის მიღმა იყო, სიცარიელე კი არა, რაღაც კომპაქტურის და გულგრილის კედელი იყო. თოვლი ირეკლავდა ძალიან სუსტ, თითქმის ილუზორულ სინათლეს, რომელიც მოდიოდა ჰორიზონტის რაღაც წერტილიდან, სადაც ღამე გათენებასთან მოლაპარაკებას იწყებდა. ხეები, უზარმაზარი ნაძვები და ფიჭვები, რომლებიც აღნიშნავდნენ საზღვარს სახლის ეზოსა და ტყეს შორის, რომელიც 50 მეტრზე ნაკლებ მანძილზე იწყებოდა, სილუეტები იყვნენ, ჩრდილების ჩრდილები, ვერტიკალურობის მინიშნებები ჰორიზონტალურ და თეთრ სამყაროდ ქცეულ გარემოში. თერმომეტრი, რომელიც ფანჯრის გარედან ჰქონდა დამაგრებული, ქვედა ნაწილში ყინულით იყო დაფარული. სკალა ხილული იყო. წასაკითხად თავის დახრა და თვალების მოჭუტვა მოუწია. ნულს ქვემოთ 71 გრადუსი. მან ქსოვილი უკან ჩამოუშვა და ერთი წამით ჩუმად იდგა. 71. მას საკითხული ჰქონდა ამ რეგიონის ისტორიული რეკორდის შესახებ. ოიმიაკონში, ყველაზე ცივ მუდმივად დასახლებულ სოფელში, 10 წლეულების წინ დაფიქსირდა -67.8 გრადუსი. მისი უმცირესი თემი იქიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობდა რეგიონში, რომელსაც თანამედროვე რუკები აიგნორებდნენ, მაგრამ ძველი საბჭოთა რუკები კლიმატის მონიტორინგის პოსტად აღნიშნავდნენ. იქ აღარავინ არაფერს აკონტროლებდა. მხოლოდ ის და 4 თუ 5 უახლოესი მეზობელი, თითოეული კილომეტრების დაშორებით და ყველას ირგვლივ ერთი და იგივე კომპაქტური სიჩუმე. -71 გრადუსი რიცხვი არ იყო. ეს ფილოსოფია იყო. ეს იყო ბუნების აშკარა განცხადება, რომ მას არ სჭირდებოდა არც ერთი ადამიანი, არც ერთი ცხოველი, არც ერთი ცოცხალი არსება არსებობის გასაგრძელებლად. ეს იყო ტემპერატურა, რომელზეც ლითონი ორცხობილასავით მკიფე ხდება. სადაც ბენზინი ძრავამდე მიღწევამდე იყინება. სადაც სუნთქვა ორთქლად კი არ გამოდის როგორც მკვრივი და სქელი ნისლი, რომელიც მძიმეა და შიშველ კანთან კონტაქტისას წამებში ყინულის კრისტალებს დებს. ეს იყო ტემპერატურა, რომელზეც ღია ცის ქვეშ ხოლა მტკივნეულია, რადგან ფილტვებში შემავალი ჰაერი ისეთი ცივია, რომ შიდა ქსოვილები ისე აპროტესტებენ, თითქოს იწვოდნენ. ეს იყო ტემპერატურა, როცა თოვლზე დაწოლილ დაჭრილ ცხოველს საათები ჰქონდა დარჩენილი. შესაძლოა ნაკლებიც. ალექსანდრა ბუხრის წინ ხის სკამზე მჯდომი ჩაის ნელა სვამდა, ფინჯანზე ორივე ხელი ისე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს ფინჯანი წმინდა ობიექტი ყოფილიყო. და გარკვეულწილად იყო კიდეც, ეს სითბო იყო და სითბო ამ ტემპერატურაზე სიცოცხლე იყო. მან შეჭამა პურის ნაჭერი, რომელიც ბუხართან ახლოს ქსოვილით დაფარული ჰქონდა შენახული, რათა ძალიან არ გამაგრებულიყო. ნელა ჭამდა. არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით შიოდა, არამედ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისწავლა, რომ ნელა და თანმიმდევრულად ჭამა გადარჩენის სტრატეგიის ისეთივე ნაწილი იყო, როგორც ცეცხლის დანთება ან ფანჯრების დალუქვა.
ჩაის შემდეგ მან ფინჯანი ჩაიდანში დარჩენილი მცირეოდენი თბილი წყლით გარეცხა, ხელები გაიმშრალა და გასასვლელად მომზადების პროცესი დაიწყო. გასვლა. ეს სიტყვა ზედმეტად მარტივი იყო იმისთვის, რასაც ის იმ დილით წარმოადგენდა. გასვლა ნიშნავდა -71 გრადუსთან დაპირისპირებას 73 წლის სხეულით, რომელმაც გაიღვიძა მტკივანი მუხლებით და გუშინდელთან შედარებით ოდნავ უფრო მოკლე სუნთქვით. გასვლა ნიშნავდა ტანსაცმლის თითოეულ ფენას სწორ ადგილას, კანის თითოეულ დაფარულ ნაწილს, არანაირ უყურადღებობას, არანაირ სიჩქარეს. სიჩქარე იმ სიცივეში საშიში იყო. ადრენალინი, რომელსაც სიჩქარე წარმოქმნიდა, ოფლს იწვევდა და ოფლი ექსტრემალურ სიცივეში თავად სიცივეზე უარესი მტერი იყო, რადგან ტანსაცმლის ფენებთან კონტაქტში ცივდებოდა და მათ სხეულიდან სითბოს გამტარებად აქცევდა. მან პირველი შალის ფენა პირდაპირ სხეულზე ჩაიცვა. შემდეგ მძიმე ბამბის ფენა. შემდეგ ისევ შალის. შემდეგ ცხოველის ბეწვის პალტო, აღარ ახსოვდა რომელი ცხოველის ის ქმრის დედას ეკუთვნოდა და ქმრის დედის ვისიღაცის ბებიას და ამ პალტო მის მსგავსად ათწლეულების ზამთარი გამოიარა, სქელი, მძიმე, იმ ნივთების ძველი სუნით, რომლებმაც გაძლეს. შემდეგ დათბილული შარვალი. შემდეგ მაღალი, შიდა იზოლაციით აღჭურვილი ჩექმები, რომლებსაც ტყავის თასმებით კრავდა, რომ არ გახსნილიყო. შემდეგ ხელთათმანები, ჯერ თხელი, რომელიც გარკვეული მანუალური სიმარჯვის საშუალებას იძლეოდა და ზემოდან სქელი, ბეწვის, რომელიც სიმარჯვეს თითქმის ნულამდე ამცირებდა, მაგრამ თითების სიკვდილს უშლიდა ხელს. შარფი. ყურებზე ჩამოფხატული ქუდი. თხელი შალის ნიღაბი, რომელიც ცხვირსა და პირს ფარავდა და რომელსაც ვერ იტანდა, რადგან სათვალეს უორთქლავდა, მაგრამ რომელიც იმ დღეს უალტერნატივო იყო. სათვალე. ერთი წამით იფიქრა, რომ არ გაეკეთებინა, ტემპერატურა იწვევდა მეტალის ჩარჩოს საფეთქლებზე ჩხვლეტას, მაგრამ მათ გარეშე სამყარო ზედმეტად ბუნდოვანი ხდებოდა უსაფრთხოებისთვის. მან ისინი გაიკეთა. კარი გვიან გაიღო. წნევის სხვაობა იყო, ან იქნებ ზღურბლის გარშემო ღამით ყინული წარმოიქმნა. ალექსანდრა მხრით მიაწვა იმ 7 და ჯიუტი ძალით, რომელსაც მთელი ცხოვრების შრომა ტოვებს ადამიანის კუნთებში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ბერდებიან ეს კუნთები. კარი დანებდა და სიცივე შემოვიდა. ის არ შემოსულა როგორც რაღაც მოძრავი. შემოვიდა როგორც რაღაც, რაც უბრალოდ არის. თითქოს სიცივე უკვე იქ იყო, შიგნით და მხოლოდ ელოდებოდა მასა და ქალს შორის არსებული სივრცის გაქრობას. ალექსანდრამ ნაბიჯი გადადგა გარეთ და კარი სწრაფად მიიხურა. წესი ნათელი და უცვლელი იყო, დახურული კარი იყო ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის და ის არასდროს ტოვებდა მას ღიად იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელი იყო. გარეთ სამყარო ნაცრისფერი და თეთრი და სრულიად ჩუმი იყო. შუა ზამთარში ციმბირის ტაიგას გათენება არ ჰგავდა არც ერთი სხვა ადგილის გათენებას, რომელიც ალექსანდრას ფოტოებზე ენახა ან სხვებს აღეწერათ მისთვის. არ იყო ვარდისფერი. არ იყო ოქროსფერი. ეს იყო ნელი და არარომანტიკული გადასვლა მუქი ლურჯიდან ნაცრისფერში და შემდეგ ნაცრისფერიდან უფრო ღია ნაცრისფერში, რომელიც საბოლოოდ ხდებოდა თეთრის ციმბირული ვერსია, არა ნათელი, არა მხიარული, უბრალოდ თეთრი, როგორც დაძველებული ქაღალდი ან თაბაშირი. მზე როცა ამოვიდოდა, რამდენიმე საათით დაბლად არჩებოდა ჰორიზონტზე და არასდროს მიაღწევდა ისეთ პოზიციას, რასაც შეიძლება მაღალი დაერქვას. თითქოს მზემაც იცოდა, რომ იმ მომენტში იქ ბევრი სარგებლობა არ მოჰქონდა და ზედმეტად არ იწუხებდა თავს. მან პირველი ნაბიჯები ჩვეული სიფრთხილით გადადგა. მის ფეხქვეშ თოვლი ისე იყო გამკვრივებული სიცივისგან, რომ არ იწევდა, ეს თითქმის ისე იყო, როგორც ოდნავ უსწორმასწორო ბეტონზე სიარული. ახალი თოვლი, რომელიც ბოლო დღეებში მოვიდა, ზემოდან იდო, როგორც წვრილი და კრისტალური მტვრის ფენა, რომელიც ექსტრემალურმა სიცივემ აქცია რაღაც თითქმის მშრალ, თითქმის ტენიანობის გარეშე მყოფად, რაც ჩვეულებრივ თოვლს ახასიათებს. ის სიარულისას ხმაურს არ იწვევდა. მხოლოდ ჩექმების მსუბუქი ჭრიალი ამ კრისტალურ მტვერზე და საკუთარი სუნთქვის ხმა ნიღბის შიგნით და უზარმაზარი სიჩუმე ამ ყველაფრის მიღმა. ალექსანდრა ჯერ შეშის საცავთან მივიდა, რომელიც სახლის გვერდით იყო და პატარა თუთიის სახურავით იყო დაცული. ეს იყო დილის პირველი ვალდებულება, საკმარისი შეშის უზრუნველყოფა დღისთვის. მან კართან ორი სავსე მკლავი მიიტანა და შესასვლელთან ახლოს დაახვავა, პროცედურა, რომელიც ასობით, შესაძლოა ათასობით ჯერ ჰქონდა შესრულებული. შემდეგ კიდევ ორი მკლავისთვის დაბრუნდა და კიდევ ერთხელ. არა იმიტომ, რომ სიცივე არ აწუხებდა, ყოველთვის აწუხებდა, ათწლეულების შემდეგაც კი, არამედ იმიტომ, რომ სიცივის შეწუხება იმდენად ნაცნობი გამხდარიყო, რომ ის მას აღარ აღრიცხავდა როგორც შეწუხებას. ეს უბრალოდ კონტექსტი იყო. ეს უბრალოდ ის იყო, სადაც ცხოვრობდა.
ეს მოხდა საცავში მესამედ დაბრუნებისას, როცა დაინახა. ან უკეთესად, მესამედ დაბრუნებისას შეამჩნია, რომ ტყის პირას რაღაც სხვანაირად იყო. ალექსანდრა გაჩერდა. ეს იყო რაღაც მის პერიფერიულ ხედვაში დეტალი, რომელიც არ ჯდებოდა ტყის პირას ჩვეულ შაბლონში, მუქი ტოტებისა და თოვლით დამძიმებული ტოტების იმ ხაზში, რომელსაც ისე კარგად იცნობდა, რომ მისი თვალები მას ჩვეულებრივ ამუშავებდნენ, როგორც ფონს, როგორც შპალერს, როგორც სამყაროს უცვლელი არქიტექტურის ნაწილს. მაგრამ იქ იყო რაღაც, რაც შაბლონს არღვევდა. ფორმა. ჰორიზონტალური მასა იქ, სადაც არანაირი ჰორიზონტალური მასა არ უნდა ყოფილიყო. ის მაშინვე არ წასულა ფორმის მიმართულებით. იგი დიდხანს იდგა და უყურებდა. მანძილი დაახლოებით 40 მეტრი იყო, შესაძლოა ოდნავ მეტი. საკმარისი საიმისოდ, რომ ოდნავ და ორთქლილი სათვალეებით და იმ დილის სუსტი და ნაცრისფერი შუქით დეტალები ბუნდოვანი ყოფილიყო. მაგრამ საკმარისი იმისთვისაც, რომ გაერჩია, რომ ფორმას ტექსტურა ჰქონდა, ეს არ იყო ქვა, არ იყო ჩამოვარდნილი ტოტი, არ იყო არაფერი არაორგანული. იმ მასის არარეგულარულ ტექსტურაში იყო რაღაც, რაც ბეწვზე მიანიშნებდა. რაც სულიერ არსებაზე მიანიშნებდა. ალექსანდრა პეტროვნას 73 წელი ეცხოვრა იმ რეგიონში. მან იცოდა, რას შეიცავდა ტყე. იცოდა დათვების შესახებ, რომლებსაც ახლა ეძინათ და მყისიერ საზრუნავს არ წარმოადგენდნენ. იცოდა კურდღლების შესახებ, რომლებიც იმაზე პატარები და სწრაფები იყვნენ, ვიდრე ის ფორმა მიანიშნებდა. იცოდა მელიების შესახებ, რომლებიც დროდადრო გაივლიდნენ სახლის ეზოში იმ ფრთხილი და მშიერი ელეგანტურობით. იცოდა ირმების შესახებ, რომლებიც ხანდახან ჩამოდიოდნენ სახლებთან ახლოს, როცა თოვლი ძალიან იმატებდა. და იცოდა მგლების შესახებ. ყველამ იცოდა მგლების შესახებ. მან აიღო შეშის ნაჭრები, რომლებიც გაჩერებისას დაუვარდა და ნელა დადო მასსა და საცავს შორის არსებულ სივრცეში. შემდეგ ნელა, ძალიან ნელა გაემართა ტყის პირისკენ. არა პირდაპირ ფორმისკენ. ფორმისკენ ირიბად, თითქოს სხვაგან მიდიოდა და უბრალოდ შემთხვევით გაიარა იქ. ეს იყო ინსტინქტი, რომლის ფორმულირებასაც ვერ შეძლებდა, მაგრამ რომელსაც აზრი ჰქონდა მისი გამოცდილების ჩუმ ლოგიკაში, პირდაპირი მიახლოება, განსაკუთრებით ღია თოვლში დაპირისპირება იყო. გვერდიდან მიახლოება იყო რაღაც უფრო ნეიტრალური, ორაზროვანი, ნაკლებად დეკლარირებული. როცა დაახლოებით 15 მეტრზე მივიდა, ისევ გაჩერდა. მგელი თოვლზე გვერდულად იწვა, ტყის ხაზამდე არსებული ბოლო ნაძვების ჩრდილში. ეს დიდი ცხოველი იყო, ამის დანახვა შეეძლო იმ პოზიციაშიც კი, იმ შუქზეც კი. ბეწვის ზურგზე მუქი ნაცრისფერი იყო, ფერდებზე უფრო ღია, მკერდზე და ცხვირის ირგვლივ თითქმის თეთრი ლაქებით. ცხვირი მისკენ იყო მიმართული. თვალები ღია ჰქონდა. ალექსანდრა მიგრძნო, როგორ შეუხდა გული, არა შიშისგან, არამედ რაღაცისგან, რაც შიშის და ცნობის კომბინაცია იყო და იმ კონკრეტული შეგრძნებისგან, რომელიც მოდის, როცა უცებ ხვდები, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი წამით ადრე ჩანდა. რადგან მგელი მას უყურებდა და ახლა ამას ნათლად ხედავდა და ის ფაქტი, რომ მგელი მას უყურებდა და არანაირ მოძრაობას არ აკეთებდა, არც სასადგომად, არც უკან დასახევად, არც სადრუტუნოდ, თავისთავად ნიშანი იყო, რომლის ინტერპრეტაციაც მან იცოდა. ჯანმრთელი მგელი ასე არ დარჩებოდა. ჯანმრთელი მგელი 15 მეტრში ადამიანის დანახვისას რეაგირებას მოახდენდა. ადგებოდა. უკან დაიხევდა. ან მაქსიმალურ მზადყოფნაში იქნებოდა, დაძაბული სხეულით, დაცქვეტილი ყურებით, მზად ყველაფრისთვის, რაც საჭირო იქნებოდა. რასაც ის არიზამდა, ეს იყო გვერდზე დაწოლა, ხილულად, მაგრამ გაჭირვებით სუნთქვა, ადამიანის ყურება იმ გამომეტყველებით, რომელსაც ალექსანდრა, მიუხედავად მთელი მისი რეალიზმისა, მხოლოდ ამოწურად თუ აღწერდა. იგი გაჩერებული იდგა. სიცივე მის წინააღმდეგ მუდმივად და დაუნდობლად მუშაობდა, გრძნობდა, როგორ იწყებდნენ ფეხის თითები პროტესტს ჩექმებში, ცხვირი ოდნავ უცემდა ნიღბის ზემოთ, ყინულოვანი ჰაერი ცდილობდა ტანსაცმლის ფენებს შორის ნებისმიერ ნაპრალში შეღწევას. მაგრამ იდგა, რადგან იმის გაგება, თუ რა იყო მის წინ იმ მომენტში დისკომფორტზე უფრო გადაუდებელი ჩანდა. მგელი მიტოვებული იყო. ეს იყო დასკვნა, რომლამდეც მივიდა იმ ადამიანის სიმშვიდით, ვინც მთელი ცხოვრება ბუნების ფუნქციონირებაზე დაკვირვებაში გაატარა რომანტიზმისა და სისასტიკის გარეშე, მხოლოდ ყურადღებით. მგლების ხროვა ექსტრემალურ პირობებში ვერ მისცემდა თავს სუსტების ტარების ფუფუნებას. ეს არ იყო სისასტიკე. ეს გადარჩენის მათემატიკა იყო. დაჭრილი ან დაავადებული მგელი, რომელიც ვერ ინარჩუნებდა ჯგუფის ტემპს, რისკი ხდებოდა მთელი ჯგუფისთვის, იზიდავდა მტაცებლებს, აფერხებდა აუცილებელ გადაადგილებას, მოიხმარდა რესურსებს ნადირობაში წვრილი შეტანის გარეშე.
ბუნებამ მილიონობით წლის განმავლობაში შეიმუშავა ცივი ლოგიკა, რომ ჯგუფი გადარჩება ან ინდივიდი გადარჩება და როდესაც პირობები არჩევანს აწესებს, ხროვა წინ მიდის. და მგელი ჩამორჩა. მან ცხოველი შორიდან შეათვალიერა მოძრაობისა და მკვეთრი ჟესტების გარეშე. ახლა როცა თვალები შეეჩვია იმ შუქსა და მანძილს, ხედავდა რომ ცხოველის წინა მარცხენათაც რაღაც სჭირდა. გარეგნულად არაფერი დრამატული არ იყო, არანაირი აშკარა დეფორმაცია, არანაირი ხილული ჭრილობა, მაგრამ თათი ოდნავ განსხვავებულ პოზიციაში იყო სხვებთან შედარებით, თითქოს ცხოველი გაურბოდა მასზე სიმძიმის დაყრდნობას დაწოლილ მდგომარეობაშიც კი. და მგლის მკერდი ადიოდა და ჩამოდიოდა რიტმით, რომელიც არ ჩანდა ნორმალური, რაც ზედმეტ შრომად, შეგნებულ ძალისხმევად ჩანდა იქ, სადაც სუნთქვის აქტი ავტომატური უნდა ყოფილიყო. ტემპერატურა -71 იყო. დაჭრილი ცხოველი, თოვლზე დაწოლილი, უძრავად, მოძრაობით წარმოქმნილი სითბოს გარეშე, ალექსანდრას არ სჭირდებოდა რთული გამოთვლები იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ეს. ჰიპოთერმიის მიმდინარე პროცესი შეუიარაღებელი თვალით უხილავი იყო, მაგრამ ის ხდებოდა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. ის მგელს უყურებდა იმ ხანგრძლივი წამის განმავლობაში, რომლის ზუსტად გაზომასაც მოგვიანებით ვერ შეძლებდა. ეს არ იყო ყოყმანი იმ გაგებით, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა. ეს სხვა რამ იყო, ეს იყო მომენტი, როცა ადამიანი ნამდვილად აცნობიერებს მის წინაშე არსებულის მასშტაბს და ამ გაგებას აძლევს იმ დროს, რასაც ის იმსახურებს მოქმედებამდე. მას ესმოდა რისკი. არ იყო გულუბრყვილო ან სენტიმენტალური. დაჭრილი ზრდასრული მგელი არაპროგნოზირებადი ცხოველია. ტკივილი და შიში ნებისმიერ არსებაში, რომელსაც კბილები, ბრჭყალები და გადარჩენის ინსტინქტი აქვს, იწვევს რეაქციებს, რომლებიც არ მიჰყვებიან არანაირ ლოგიკას, რისი წინასწარმეტყველებაც ადამიანს დამაჯერებლად შეუძლია. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაც ესმოდა იმ 7 სიცხადით, რომელიც მხოლოდ 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრების შემდეგ მოდის ისეთ ადგილას, სადაც სიკვდილი აბსტრაქცია არ არის, რომ მას ეს მზერა ადრეც ჰქონდა ნანახი. არა მგლის მზერა. ცოცხალი არსების მზერა, რომელმაც იცის, რომ გასაჭირშია და აღარ აქვს ენერგია მასთან საბრძოლველად. ეს იყო ის მზერა, რომელიც მან ქმრის თვალებში დაინახა ბოლოს. ეს იყო ის მზერა, რომელიც ფერმის ცხოველების თვალებში დაინახა, რომლებიც ზამთარს ვერ გადაურჩნენ. ეს იყო ცოცხალი არსების უნივერსალური მზერა, რომელმაც მიაღწია იმ ზღვარს, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეუძლია. ალექსანდრამ ზურგი შეაქცია და სახლში დაბრუნდა. არა მგლის მისატოვებლად. საფიქრალად. დასაგეგმად. იმიტომ რომ იმპულსით მოქმედება ამ ტემპერატურაზე პირველი ნაბიჯი იყო ერთი პრობლემის ორად გადასაქცევად. სახლში ის რამდენიმე წუთით ბუხრის წინ იდგა და სითბოს ტანსაცმლის ფენებსა და კანში დაბრუნების საშუალებას აძლევდა. მისი ტვინი მუშაობდა იმავე მეთოდური ეკონომიურობით, რითაც ის ყოველდღიურ ნებისმიერ დავალებას ასრულებდა. რა ჰქონდა? რა სჭირდებოდა ცხოველს? რისი გაკეთება იყო შესაძლებელი საფრთხეში თავის ჩაგდებისა და ცხოველის პანიკაში ჩაგდების გარეშე. მგლის სახლში შეყვანა არ შეიძლებოდა. ეს ყოველგვარ გონივრულ შესაძლებლობას სცდებოდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოველი ველური და არაპროგნოზირებადი იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი უეცრად შემოყვანა დახურულ და თბილ გარემოში საათობით პროგრესირებადი ჰიპოთერმიის შემდეგ უფრო საზიანო იქნებოდა, ვიდრე სასარგებლო. ღრმა ჰიპოთერმიაში მყოფი სხეულის გათბობა თანდათანობითი უნდა ყოფილიყო? ყოველთვის თანდათანობითი. მას შუალედური თავშესაფრის შექმნა სჭირდებოდა. რაღაცის, რაც დაბლოკავდა ქარს, რომელიც ახლა არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში მოსულიყო და ცხოველის გარშემო ტემპერატურას სასიკვდილოზე ოდნავ მაღლა ასწევდა ზედმეტი სიცხის გარეშე. და ეს უნდა გაეკეთებინა იმდენად ახლოს მიუსვლელად, რომ ცხოველი არ დაესტრესა, რადგან დასტრესილი მგელი ნიშნავდა მგელს, რომელიც ხარჯავდა ენერგიას, რომელიც არ ჰქონდა. ალექსანდრა საკუჭნაოში შევიდა და გარკვეული დრო გაჩერებული უყურებდა იმას, რაც შიგნით იყო. კუთხეში დახვევებული ხის ფიცრები, მას ყოველთვის ჰქონდა ხელმისაწვდომი სარემონტო მასალა. პრეზენტის ძველი ნაჭრები, რომლებიც მის ქმარს ეკუთვნოდა, რომლებსაც ის იყენებდა იმ დროს, როცა უფრო თბილ თვეებში ჯერ კიდევ დადიოდა სათევზაოდ. თოკები, ლურსმნები და ჩაქუჩი. ნავთის ლამპა ჯერ კიდევ ნაწილობრივ სავს რეზერვუარით. მან გონებაში გამოთვლები გააკეთა. მგელი ნაძვების ჩრდილში იყო, ეს ნიშნავდა ქარისგან გარკვეულ ბუნებრივ დაცვას ხის ტოტების მიერ. 4 კედლის აშენება არ დასჭირდებოდა. დასჭირდებოდა ღია მხარის, ეზოს მხარის დახურვა და ზემოდან რაღაც საფარის შექმნა. რაღაც მარტივი.
რაღაც რისი აწყობაც რთული ინსტრუმენტების გარეშე შეეძლოდა, რისთვისაც 20-30 წუთზე მეტხანს სიცივეში ყოფნა არ მოუწევდა. მან საჭირო ნივთები სამზარეულოსა და კარს შორის დერეფანში მოაგროვა. 2 თხელი ხის ფიცარი, დაკეცილი ბრეზენტი, ლამპა, თოკი და მერე სამზარეულოში მივიდა და წყალი გააცხელა იმ წერტილამდე, სადაც ჩურჩლიდან ბევრი ორთქლი ამოდიოდა, არა სრულ დუღილამდე, არამედ საკმარის სითბომდე. მან წყალი მყარ ლითონის ჯამში ჩაასხა, რომელიც მის ქმარს ეკუთვნოდა და რომელსაც ის გარე სამუშაოებისთვის იყენებდა, რადგან პლასტმასზე უფრო მდგრადი იყო სიცივის მიმართ. საკუჩნაოში ჩამოკიდებული დამარილებული ხორცის ნაჭერი მოჭრა, საკუთარი მარაგი, კვირისთვის, მაგრამ გაანგარიშება მარტივი იყო, მას შეეძლო რაციონირება, ცხოველს არა. ისევ გარეთ გავიდა. იმპროვიზებული თავშესაფრის აწყობას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე გამოთვლილი ჰქონდა, რადგან სიცივე ყველა მოძრაობას ანელებდა და ლურსმნები სქელი ხელთათმანებით ჯიუტობდნენ და რაღაც მომენტში მან დაუშვა შეცდომა. მოიხსნა სქელი ხელთათმანი ჩაქუჩით მეტი სიზუსტისთვის და თითებმა 2 წუთზე ნაკლებ დროში დაიწყეს პროტესტი და მოუწია გაჩერება, ხელთათმანის უკან ჩაცმა, დაცდა და თავიდან დაწყება. მაგრამ როცა დაასრულა, იქ იყო რაღაც, რასაც გონივრულად შეიძლებოდა თავშესაფარი ეწოდოს. 2 ფიცარი ქმნიდა ბარიერს ქარის წინააღმდეგ ღია მხარეს, ნაძვების დაბალ ტოტებზე მიბმული ბრეზენტი ნაწილობრივ სახურავს ქმნიდა და ქვეშ იყო 2 მეტრზე სივრცე, დაცული 3 მხრიდან ხის ტოტებით და მეოთხედან იმპროვიზებული ბარიერით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მგელი არ განძრეულა. ის ცხოველიდან დაახლოებით 8 მეტრში მუშაობდა, გვერდიდან და ნელა საკმარის ხმაურს ქმნიდა შესამჩნევად, მაგრამ არა იმუეცარ ხმაურს, რომელიც ელდის რეაქციას იწვევს. ჩაქუჩის ყოველი დარტყმა იყო მიზანმიმართული და გამოცხადებული. ყოველ ჯერზე, როცა ინძრეოდა, ის ნელა ინძრეოდა. მთელი ოპერაციის განმავლობაში მგელს თვალები ღია ჰქონდა, თავი ოდნავ აწეული ჰქონდა მიწიდან, ნიშანი იმისა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა ენერგია სიფხიზლისთვის, რაც ერთდროულად მანუგეშებელი და მტკივნეული იყო, რადგან იმის ცოდნა, რომ ცხოველს ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული რეზერვი, ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ იყო დრო, მაგრამ იმ ძალისხმევის დანახვა, რასაც ეს ჟესტიც კი მოითხოვდა, გადაუდებლობას უფრო ხელშესახებს ხდიდა. როდესაც თავშესაფარი მზად იყო, მან აანთო ნავთის ლამპა და სივრცეში დადგა, საკმარისად უკან, რომ ხანძრის საფრთხე არ შეექმნა, მაგრამ ისეთ პოზიციაში, რომ სითბო შიგნით გამოესხივებინა. შემდეგ პატარა ნიჩბით, რომელიც გამოიტანა, თოვლი მიაყარა ფიცრების ძირში და კუთხეებში არსებული ნაპრალების ამოსალუქად, თოვლი პარადოქსულად იზოლატორი იყო. ეს 1000 წლეულების განმავლობაში იცოდნენ იგლუს მშენებლებმა. და შემდეგ მან თბილი წყლით სავსე ჯამი თავშესაფრის საზღვართან დადგა, მგელთან ყველაზე ახლოს მდებარე მხარეს. არა თავშესაფრის შიგნით, საზღვარზე. იმ მანძილზე, რომელსაც ცხოველი მიწვდებოდა დახურულ სივრცეში სრულად შესვლის გარეშე, დახურული სივრცე მოწყვლადობა იყო და დაჭრილი ველური ცხოველი ნებაყოფლობით არ აირჩევდა დახურული სივრცის მოწყვლადობას ადამიანის ინიციატივით. ჯამის გვერდით მან დამარილებული ხორცის ნაჭერი დადო ხის კუნძზე, რომელიც მოიტანა, საკმარისად შორს, რომ სუნი მისულიყო, მაგრამ საკმარისად უკან, რომ საკვების აღება ყოფილიყო არჩევანი და არა თავსმოხვეული აუცილებლობა. მერე უკან დაიხია 10 მეტრი, 15. ღია ეზოში დადგა და შეხედა შექმნილ სივრცეს და მგელს, რომელიც სივრცესა და მას შორის იყო. ცხოველს თავი ცოტა უფრო მაღლა აეწია. თვალებს, რომლებიც მას უყურებდნენ, ჰქონდათ მტაცებლის მზერის ის სპეციფიკური თვისება, რომელიც იმავდროულად არის მსხვერპლი, ფხიზელი ინტელექტი, მუდმივი გათვლა, ინსტინქტების არ მიტოვება მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად. იგი რამდენიმე წუთით გაჩერდა. შემდეგ შიგნით დაბრუნდა. არაფერი მეტი არ შეეძლო გაეკეთებინა იმ დილით ლოდინის გარდა. და ლოდინი იყო კიდევ ერთი რამ, რაც ალექსანდრა პეტროვნამ ისწავლა იმავე კომპეტენციით, რითაც ისწავლა ცეცხლის ანთება და სიცივის გაზომვა. ლოდინი ხილული შფოთვის გარეშე. ლოდინი ისე რომ არ მოეხდინა პროექცია ლოდინის ობიექტზე რაიმე მოლოდინისა, რაც მას პასუხისმგებელს გახდიდა მის იმედგაცრუებაზე. ლოდინი ისე თითქოს რომ მხოლოდ ერთ და მეორე რამეს შორის არსებული სივრცე იყო, დრამისა და გადაჭარბებული გადაუდებლობის გარეშე. მან კიდევ დალია ჩაი. შეჭამა. გაკერა პალტოს სახელოზე გახეული ადგილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეამჩნია და ყოველთვის მოგვიანებისთვის ტოვებდა. წაიკითხა ძველი წიგნის რამდენიმე გვერდი, რომელიც იმდენჯერ ჰქონდა წაკითხული, რომ პერსონაჟები უფრო ნაცნობები იყვნენ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა, ვისაც იცნობდა. რამდენჯერმე გაიხედა ფანჯრიდან სინათლე ოდნავ გაუმჯობეს და ის მინიმალური სინათლე, რომელსაც ციმბირული ზამთარი ანიჭებდა მის უკან წაღებამდე, მაგრამ ვერ ხედავდა ტყის კუთხეს იქიდან ფანჯრის გაღების გარეშე, რაც გამორიცხული იყო.
ნაშუა დღევს მან ისევ მოემზადა და გარეთ გავიდა. მგელი განძრეულიყო. არც ისე ბევრი. არა იმდენად, რომ გამოჯანმრთელებაზე მieნიშნებინა. მაგრამ საკმარისად საიმისო, რომ პოზიცია შეეცვალა, ახლა გვერდზე წოლის ნაცვლად მკერდით ქვემოთ ითვა, რაც ოდნავ უკეთესი იყო სუნთქვისთვის. და წყლის ჯამი შეხებული იყო. შეუძლებელი იყო იმის დარწმუნებით თქმა, რომ ეს მგელი იყო, შეიძლებოდა ფრინველი ყოფილიყო, შეიძლებოდა გადმოღვრილიყო ტემპერატურის ცვალებადობის გამო, მაგრამ ხორცი გამქრალიყო. მთლიანად. და ხის ბლოკის გარშემო თოლში ბრჭყალების კვალი იყო. ალექსანდრა ცოტა ხანს უყურებდა ამ კვალს. მან იგრძნო რაღაც რისი დასახელებაც თავადაც გაუჭირდებოდა, ეს არ იყო სიხარული, ზუსტად არ შვება, რადგან სიტუაცია კვლავ მძიმე იყო, წინა ღამე იყო და ღამე კიდევ უფრო ცივი იქნებოდა. ეს უფრო ჰგავდა კონკრეტულ კმაყოფილებას, როცა ხედავ, რომ რაღაცას აზრი აქვს. ხედავ, რომ მოქმედებამ გამოიღო შედეგი, რომელიც შეესაბამებოდა გათვლილს. ეს იყო კომპეტენციის კმაყოფილება, არა სენტიმენტალურობის. მგელი მას უყურებდა. თვალებში ჯერ კიდევ იყო იგივე გათვლა, საფრთხეა თუ არა. სასარგებლოა თუ საშიში. მაგრამ ასევე იყო რაღაც განსხვავებული დილისგან, ძალიან მსუბუქი ცვლილება პოზაში, რომელიც არ იყო მოდუნება, მაგრამ იყო მაქსიმალური განგაშის მდგომარეობის ზოგიერთი ყველაზე მწვავე დაძაბულობის არარსებობა. ცხოველის მხრების გარშემო კუნთები სრულად არ იყო შეკუმშული. ცხვირი ოდნავ ნაკლებად დაჭიმული იყო. სწორედ მინიმალური დეტალები, პოზის მილიმეტრიანი ცვლილებები ამჟღავნებს, თუ რა ხდება შიგნით არსებაში, რომელსაც სიტყვები არ აქვს. ალექსანდრამ შეავსო ჯამი თერმოსით მოტანილი თბილი წყლით და დადო მეტი საკვები. შეამოწმა ნავთის ლამპა, დონემ დაიწია, რაც ნიშნავდა, რომ სითბო გამოიმუშავებოდა და მას ჰქონდა საკმარისი რეზერვი კიდევ 2 ღამისთვის. შეამოწმა თოვლის იზოლაცია თავშესაფრის კუთხეებში. დაამატა იქ, სადაც შემცირებული იყო. და გამოვიდა. იმ ღამით მას ჩვეულებრივზე მსუბუქად ეძინა, მისი ყურადღების ნაწილი მიმართული იყო გარედან შემოსულ სიჩუმეზე, ცდილობდა ნებისმიერი ხმის ინტერპრეტაციას. მაგრამ სიჩუმე სრული იყო როგორც ყოველთვის და ის არანაირ დასკვნამდე არ მისულა, უბრალოდ იძინა, გაიღვიძა და ისევ დაიძინა და დილით თვალების გახელამდე იგრძნო, რომ სიცივემ ისევ მოიმატა და ეს ნიშნავდა, რომ მგელმა კიდევ უფრო რთული ღამე გაატარა, ვიდრე წინა ღამეს. ის ადრე გავიდა. წინა დილაზე ადრე. ცხოველი თავშესაფარში იყო. არ არსებობდა სხვა სიტყვა იმის აღსაწერად, რაც დაინახა. მგელი ღამით იმპროვიზებული სივრცის შიგნით შეიხოხა და ყველაზე შიდა, ყველაზე დაცულ კუთხეში იყო მოკუნტული, წინა მარცხენა თათი უცნაურად ჰქონდა წინ გაშლილი, ზურგზე ბეწვი ოდნავ აბურძგნილი. არა საფრთხის აბურძგნა, არამედ სხეულის უნებლიე აბურძგნა, რომელიც ცდილობს სითბოს გამომუშავებას და ვერ ახერხებს. ლამპა ისევ ენთო დაბლა, მაგრამ იქვე იყო და ცხოველის გარშემო სივრცე რამდენიმე გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე გარეთ. არა ბევრით. მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ სხვაობა შესამჩნევი ყოფილიყო, როცა მან თავშესაფრის შესასვლელთან მცირე ხნით ჩაიჩოქა შესამოწმებლად. მგელმა თავი ასწია მის მიახლოებაზე. ზურგზე აბურძგნა 1 წამით გაძლიერდა. თვალები მას მიაჩერდნენ იმ ინტენსივობით, რომელიც არ იყო აგრესია, მაგრამ იყო იმ მტაცებლის მზადყოფნის მდგომარეობა, რომელმაც იცის, რომ დროებით უნაროა იყოს მტაცებელი. იგი სრულიად უძრავად იდგა 3 თუ 4 წამი, არც ერთი ჟესტი, არც ერთი ხმა არ გამოუცია. შემდეგ ნელა დაიხია უკან. 1 ნაბიჯი უკან. 2. ის ფეხზე იდგა თავშესაფრის შესასვლელიდან დაახლოებით 3 მეტრში. მგელი განაგრძობდა მის ყურებას. ის განაგრძობდა მის ყურებას. რაღაც იყო ამ მზერების გაცვლაში, რომელიც გაგრძელდა ალბათ 30 წამი, სანამ ის მზერას აარიდებდა, რაც გამიზნულად გააკეთა, რადგან მგელთან პირდაპირი და ხანგრძლივი თვალით კონტაქტის შენარჩუნება გამოწვევის სხეულის ენა იყო და მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა ვინმე გამოეწვია, რაღაც იყო იმ გაცვლაში, რისი სიტყვებად ქცევაც მოგვიანებით არ უცდია. მაგრამ რაც დარჩა მასთან. რაც დარჩა მომდევნო დღეებში, როგორც მძიმე ნივთის მიერ დატოვებული შთაბეჭდილება, როცა მას მაგიდიდან იღებ, არა თავად ნივთი, არამედ მისი არსებობის კვალი. დღეები გადიოდა ღრმა ზამთრის ციმბირული დღეების სპეციფიკური სინელით, რომლებსაც აქვთ უცნაური თვისება, იყვნენ ერთდროულად გაუთავებელი და ძალიან მოკლე, რადგან სინათლე ღარიბია და სიბნელე გრძელია და ყველაფერი, რაც ხდება, ხდება ჩრდილისა და სითეთრის ჩარჩოში, რომელიც არ იცვლება და არ იწვევს სიჩქარეს. ალექსანდრამ შექმნა რუტინა იმ რუტინის გარშემო, რომელიც უკვე ჰქონდა. დილით, ცეცხლის ანთება, ჩაის გაკეთება, ჯამა, მომზადება, გასვლა, მგლის შემოწმება, წყლისა და საკვების შევსება, ლამპის საწვავის შემოწმება, სახლში დაბრუნება.
ნაშუა დღევს, ისევ მომზადება, გასვლა, შემოწმება, საჭიროების ამებს შევსება, რამდენიმე წუთით დაკვირვება, სახლში დაბრუნება. და მგელი დარჩა. ის არ დარჩენილა აყვანილი ძაღლის სპონტანური ენთუზიაზმით. დარჩა ველური ცხოველის ნელი და მძიმე სიფრთხილით, რომელიც ჯერ კიდევ ამუშავებდა იმას, რაც ხდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თითოეულ ნერვს მუდმივი მონიტორინგის მდგომარეობაში, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიეღო არანაირი საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა იმ ქალის ყოფნა მისი გადარჩენის სქემაში. მაგრამ დარჩა. და ნელ-ნელა, იმდენად ნელ-ნელა, რომ ალექსანდრას მოუწია ყოფილიყო მომთმენი იმავენაირად, როგორც ადამიანი უნდა იყოს მომთმენი გაზაფხულის ლღობასთან, რაც ხდება ისეთი შეუმჩნეველი გრადუსებით, რომ ამას მხოლოდ უკან მოხედვისას ამჩნევ. ნელ-ნელა მან დაიწყო რეაგირება მის ყოფნაზე იმ გზებით, რომელთა კითხვასაც ისე სწავლობდა, როგორც ახალ სიტყვებს სწავლობენ, სათითაოდ ფრთხილად ისე რომ არ ჩაეთვალა, რომ იმაზე მეტი ესმოდა, ვიდრე რეალურად ისწავლა. მესამე დღეს მან თავი არ ასწია, როცა ის მარაგით მიუახლოვდა. მეოთხე დღეს მან დართონება მიახლოებოდა 2 მეტრამდე ზურგზე აბურძგნის გაძლიერების გარეშე. მეხუთე დღეს, როდესაც მან წყლის ჯამი თავშესაფრის შესასვლელთან დადგა, მან მხოლოდ ერთი წამი მოიცადა მას შემდეგ, რაც ქალმა უკან დაიხია, სანამ მისკენ დაიძვრებოდა, არა სწრაფად, არა აჩქარებული ცხოველის იმპულსით, არამედ არსების იმ მიზანმიმართული და კონტროლირებადი მოძრაობით, რომელიც ითვლის ტრანზაქციის თითოეულ სანტიმეტრს. ქალი აკვირდებოდა ამ პროგრესს იმავე პრაგმატიზმით, რითაც აკვირდებოდა ნებისმიერ სხვა ბუნებრივ პროცესს. არ მიაწერდა ცხოველს იმ გრძნობებს, რომლებიც მას არ შეეძლო ჰქონოდა. არ ხედავდა თანდათანობით ცვლილებებში მზარდ სიყვარულს, მადლიერებას, რომელიც შენდებოდა იმ ადამიანური ფორმით, რა ფორმითაც მადლიერება შენდება. ხედავდა საფრთხის შეფასების პროგრესულ შემცირებას. ხედავდა როგორ ყალიბდებოდა ასოციაცია, ჩნდება ეს ადამიანური ფიგურა, მოაქვს სითბო და საკვები, არ აკეთებს მკვეთ ჟესტებს, არ ცდილობს დაჭერას, არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს და ხედავდა გადარჩენის ინსტინქტს, რომელიც აერთიანებდა ამ ინფორმაციას და შესაბამისად არეგულირებდა განგაშის დონეს. ეს იყო ბიოლოგია. ეს იყო ადაპტაცია. ეს იყო ცხოველი, რომელიც სწავლობდა ერთადერთი გზით, როგორც ცხოველი სწავლობს, გამოცდილების გამეორების გზით. მაგრამ იყო ღამეები, როცა სადილის შემდეგ ბუხრის წინ იჯდა მხრებსა და მუხლებში 60 და რაღაცა კილო ტანსაცმლისა და ექსტრემალურ სიცივეში ფიზიკური აქტივობის განდაღლილობის სიმძიმით და ფიქრობდა მგელზე გარეთ, თავშესაფრის კუთხეში მოკუნტულზე ჩამქრალი ლამპით და გრძნობდა რაღაცას, რაც არ იყო მხოლოდ პრაგმატიზმი. გრძნობდა რაღაც უფრო ძველს, ვიდრე სიტყვებია, უფრო ძველს, ვიდრე 73 წელი, რომელიც მან იცხოვრა რაღაცას, რაც ეკუთვნოდა მის შიგნით გაცილებით უფრო ღრმა ადგილს, ვიდრე ნებისმიერი რამ, რისი მარტივად აღწერა ან ახსნა შეიძლებოდა. ეს იყო განცდა, რომ სრულიად მარტო არ იყო. არა ისე, როგორც იყო სანამ მისი ქმარი გარდაიცვლებოდა, არა იმ ადამიანური ყოფნის სპეციფიკური სითბოთი, რომელიც გიცნობს შენ და რომელსაც შენ იცნო. არამედ სხვა უფრო მარტივი და უცნაური და გარკვეულწილად თანაბრად რეალური ფორმით, იმის ცოდნის ფორმა, რომ იქვე იყო სხვა ცოცხალი არსება, რომელსაც ეღვიძა, როცა შენ გეღვიძა, რომელიც სუნთქავდა იმავე ცივ ჰაერს, რომელიც არსებობდა იმავე გაკინულ და უკიდეგანო სიბნელეში და რომელიც იმ მიზეზების გამო, რომელთა სრულად გამოხატვა არც ერთს შეეძლო, თან არსებობდა შენთან ერთად იმ მომენტში. ეს იყო კომპანია. განსაკუთრებული და არასენტიმენტალური ტიპის. მაგრამ იყო. მე-6 დღეს ცხოველის მარცხენა თათმაა ჩვენა რაიმე წონის მიღების პირველი ნიშნები. მან შეამჩნია, როცა ის წამოდგა, პირველად მას შემდეგ, რაც ცხოველი ნახა, ის სრულად წამოდგა ფეხზე და იდგა იმ ჯერ კიდევ მყიფე, ჯერ კიდევ დაუბალანსებელი თვისებით, რომელსაც ჰქონდა პირველი ძალისხმევის პათეტიკური და ამავე დროს იმედისმომცემი სიცხადე დიდი ხნის წოლის შემდეგ. მარცხენა თათი მიწას შეეხო. მგელი დაიძაბა, წონა გადაანაწილა და აკომპენსირა. მაგრამ ფეხზე იდგა. ის ფეხზე იდგა და მას უყურებდა. და ქალი ფეხზე მდგომი უყურებდა მას და ამ სცენაში იყო რაღაც ისე სრულიად ყოველგვარი შემკულობის გარეშე, ისე პირდაპირ ის, რაც იყო, დიდი ნაცრისფერი ცხოველი იდგა იმპროვიზებული თავშესაფრის შესასვლელთან. მოხუცი ციმბირელი ქალის სახლიდან 40 მეტრის დაშორებით, ზამთრის ცის ქვეშ, რომელიც არც კი ცდილობდა ყოფილიყო ლამაზი, იყო რაღაც ისე შიშველი ყოველგვარი ზედმეტობისგან, რომ იგრძნო, როგორ მსუბუქად მოეჭირა ყელში და თვალი დაახამხამა. და გვერდზე გაიხედა და თქვა დაბალი ხმით, თავისთვის, ან ცივი ჰაერისთვის. ან არავისთვის კონკრეტულად. კარგი. სიტყვა რუსულად ამოვიდა, ისე როგორც ყველაფერი, რასაც ამბობდა. აღარავინ იყო, ვისთანაც ისაუბრებდა, ამიტომ ზოგჯერ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ეს უცნაურად აღარ ჩანდა უკვე მრავალი წელი. დაახლოებით 30 წამი ფეხზე დგომის შემდეგ მგელი უკან დაჯდა.
მაგრამ ის ფეხზე იდგა. მომდევნო დღეებში, როცა ხანგრძლივობის საათები ოდნავ იცვლებოდა, სინათლის ერთი დამატებითი წუთი აქ, ორი იქ, პლანეტის შეუმჩნეველი ბრუმა, რომელიც საბოლოოდ გაზაფხული გახდებოდა, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ პოტენციალი იყო, მხოლოდ მათემატიკური დაპირება. მგელი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებდა თათს. არა სრული ნდობით. ნაბიჯში იყო არარეგულარულობა, რომელსაც ალექსანდრა აკვირდებოდა იმ ადამიანის კლინიკური თვალით, რომელიც მიჩვეულია ცხოველებისა და ადამიანების მდგომარეობის შეფასებას დაკვირვების გარდა მცირე რესურსებით. მაგრამ არარეგულარულობა მცირდებოდა. მანაც შეცვალა ზოგიერთი რამ თავის რუტინაში. მარაგით მიახლოებისას საუბარი დაიწყო. არა მგლისკენ მიმართული სიტყვები, თითქოს მას შინაარსის გაგება შეეძლო, მას საკმარისი სიცხადე ჰქონდა, რომ არაერია კომპანია ადამიანურ კომუნიკაციაში. არამედ ხმები. დაბალი და უწყვეტი ფრაზები მშვიდი ხმით და მკვეთრი ცვალებადობის გარეშე, ისეთი ტიპის ვოკალიზაცია, რომელიც ქმნის პროგნოზირებად ხმოვან ლანდშაფტს ყოფნის გარშემო, რომელიც ამბობს არა სიტყვებით, არამედ რიტმითა და ხმით. აქ ვარ, მოძრაო, არ არის სიურპრიზი, არ არის საფრთხე. ეს იყო ტექნიკა, რომელიც ადრე გამოიყენა დაჭრილ ცხოველებთან, ძალიან განსხვავებულ კონტექსტში, ათწლეულების წინ, როდესაც ირგვლივ მეტი ხალხი იყო და სიტუაციები ნაკლებად ექსტრემალური. მგელი ამას უმოძრაობით პასუხობდა. უმოძრაობით, რომელიც განსხვავდება გაკენვისგან, არა იმ ადამიანის დაჭიმულობა, ვინც რეაგირებისთვის ემზადება, არამედ იმის სიჩუმე, ვინც გადაწყვიტა, რომ ჯერ მხოლოდ დააკვირდეს. ეს იყო დახვეწილი განსხვავება, მაგრამ ალექსანდრა ამჩნევდა მას. იყო დღე, მე-9, მან თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო თვლა, როცა ის დილით თავშესაფარში წავიდა და მგელი იქ არ იყო. ის გაჩერებული იდგა, უყურებდა ცარიელ სივრცეს ჩამქრალი ლამპით და წყლის ჯამით, რომელიც წინა დღით ხელუხლებელი დატოვა, და იგრძნო ის მოჭერა, რომელიც ზუსტად ტკივილი არ იყო, მაგრამ ტკივილის ოჯახიდან იყო, მოულოდნელი არ ყოფნის სიურპრიზი ისეთ ადგილას, სადაც ყოფნის პოვნას იყო მიჩვეული. შემდეგ მან თავშესაფრის ირგვლივ თოვლზე არსებულ კვალს შეხედა და დაინახა, რომ ისინი ტყეში მიდიოდნენ და დაინახა, რომ კვალის შაბლონი მიანიშნებდა ცხოველზე, რომელიც უფრო რეგულარულად მოძრაობდა, ვიდრე წინა დღეებში იმ ღრმა კოჭლობის გარეშე, რომელიც ახასიათებდა გადაადგილების პირველ მცდელობებს. და მიხვდა. მგელი გამოსაკვლევად წავიდა. თათი საკმარისად გამოსცა და საიმისოდ, რომ თავშესაფრის უშუალო ტერიტორიის მიღმა გასულიყო, წავიდა ტყის მიმართულებით, რომელიც მისი სამყარო იყო და არა ქალის სამყარო. ალექსანდრა ერთი წუთით იდგა მსუბუქად დადებული ხელით იმ ხის ბარიერზე, რომელიც 10 დღის წინა აწყო, და შემდეგ შარფი შეისწორა, ზურგი შეაქცია და სახლში დაბრუნდა. ის ნაშუა დღევს დაბრუნდა. ქალმა ფანჯრიდან დაინახა, როცა შეშის მოსატანად მიდიოდა, ტყის პირას იდგა და სახლისკენ იყურებოდა. როცა საღამოსკენ მარაგით გავიდა, ის უკვე თავშესაფარში იყო. ეს კიდევ ერთხელ მოხდა 2 დღის შემდეგ. და მერე კიდევ ერთხელ. ყოველი ექსკურსია წინაზე ცოტა უფრო გრძელი იყო, ყოველი დაბრუნება ცოტა ნაკლებად გადაუდებელი, ვიდრე წინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თათი გამოჯანმრთელდა და რომ ტყე ისევ ხდებოდა ცენტრალური სივრცე, რომელსაც აზრი ჰქონდა იმ ცხოველისთვის, სივრცე, რომლისთვისაც ის შეიქმნა და სადაც ის თანდათანობით ბრუნდებოდა, როგორც ელასტიური ზოლი, რომელიც გარემოებების გამო ზედმეტად გაიწელა და რომელიც, როცა გარემოებები მოდუნდება, უბრუნდება იმას, რაც იყო. ალექსანდრა ამ პროცესს ყურადღებით და სევდის გარეშე აკვირდებოდა. მან საკმარისი დრო გაატარა სამყაროში იმის საცოდნელად, რომ ზოგიერთ რამეს აქვს ტრაექტორია, რომელიც შენზე არ არის და რომ ამ ტრაექტორიის შეცვლის მცდელობა ზრუნვის ნიღაბს ამოფარებული ეგოიზმის ერთგვარი სახეობაა. მგელი ველური იყო. ის ტყიდან იყო. ის იყო ხროვიდან, რომელიც წინ წავიდა, რადგან ალტერნატივა არ ჰქონდა და რომელიც იმ თეთრ და გაკენულ უკიდეგანობაში რაღაც წერტილიდან საბოლოოდ ისევ გაივლიდა იმ რეგიონში, როცა გაზაფხული მოვიდოდა და სანადირო ტერიტორიები გადაინაცვლებდა. ან არ დაბრუნდებოდა. ან მგელი წავიდოდა მათ საძებნელად. ან იპოვიდა სხვა ჯგუფს. ეს იყო ველური ცხოვრების შესაძლებლობები, რომლებიც არ ჯდებოდა არც ერთ კატეგორიაში, რისი შეთავაზებაც ადამიანურ ცხოვრებას შეეძლო. რაც მან შესთავაზა იყო დრო. მან იყიდა დრო. და დრო საკმარისი იყო. იმ დილით, როცა თერმომეტრმა -42 აჩვენა, მაინც ცივი, მაინც აბსოლუტური ზამთარი, მაგრამ თითქმის 30 გრადუსიანი სხვაობა ყველაზე ცუდ მომენტთან შედარებით, ის გავიდა დილის რუტინისთვის და ეზო სხვანაირი დახვდა. არანაირი აშკარა მოძრაობა არ ყოფილა. არანაირი ხმა არ იყო გარდა იმისა, რაც ყოველთვის იყო. მაგრამ რაღაც სხვანაირად იყო და ის ეზოს შუაგულში გაჩერდა შეშით სავსე მკლავებით და ტყის პირს უყურებდა, ზუსტად არ ესმოდა, რა შეიცვალა. მერე მიხვდა.
თავშესაფარი ცარიელი იყო. ჯამი თოლში იყო გადავარდნილი. და ეზოსა და პირველი ნაძვების ჩრდილშორის საზღვარზე იყო თათების კვალი, რომელიც მიდიოდა ერთი მიმართულებით, ტყის სიღრმეში, ყოველგვარი უკან მომავალი კვალის გარეშე. ის ისე დიდხანს იდგა, რომ ვერ გაზომავდა. უყურებდა კვალს. უყურებდა სივრცეს ხის ტოტებს შორის, სადაც კვალი უჩინარდებოდა ჩრდილში და ხელუხლებელ თოლში უფრო შორს. და მერე ზუსტად იმ მომენტში, როცა ის უკან შემოbrunებას აპირებდა შეშის დახოვების პროცესთან დასაბრუნებლად, დაინახა იგი. ის იდგა ორ ნაძვს შორის დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეში ტყეში, სადაც ჩრდილი ღრმა იყო, მაგრამ ფორმა მაინც ხილული იყო იმ თვალებისთვის, რომლებსაც ათწლეულების წინ ესწავლათ ამ ტყის წაკითხვა. ის უძრავი იყო, ნაცრისფერი ბეწვი თითქმის შერწყმული იყო ირგვლივ არსებულ ჩრდილებსა და თოლთან, გარემოსთან ინტეგრაციის იმ თვისებით, რომელსაც ტაიგას მტაცებლები ავითარებენ გადარჩენის მიზნით. ის ვერ დაინახავდა მას, ზუსტად იმ წერტილს რომ არ ყურებოდა. მაგრამ უყურებდა. და ის იქ იყო. და მერე ის იქ აღარ იყო. არ ყოფილა არანაირი დრამატული მოძრაობა. და მშვიდობების ჟესტი არ ყოფილა. იყო მხოლოდ ერთ მომენტში უძრავი ფორმა ხეებს შორის და მომდევნო წამს მხოლოდ ხეები, მხოლოდ ჩრდილები, მხოლოდ თოვლი, მხოლოდ ტყე, რომელმაც უკან მიიღო ის, რაც მას ეკუთვნოდა. ალექსანდრამ ჩამოსწია შეშა, რომელიც მკლავებში ეჭირა და ნელა დაახვავა კარის გვერდით არსებულ სივრცეში. მისი მოძრაობები ისეთივე იყო, როგორიც ყოველთვის ჟესტის იგივე ეკონომიურობა, იგივე სიზუსტე, რომელიც ნასწავლი იყო 10 წლეულების განმავლობაში ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთებით. სახლში შევიდა. კარი მიხურა. სქელი ხელთათმანები გაიხადა და შესასვლელის გვერდით კაუჩზე ჩამოკიდა. ის ერთი წუთით სამზარეულოში იდგა, ხელები ცოტა უფრო ცივი ჰქონდა ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან ბოლო რამდენიმე მეტრზე შეშა ხელთათმანების გარეშე ჩამოზიდა. სახლი ისეთივე ჩუმი იყო, როგორიც ყოველთვის. ბუხარით კაცუნებდა. კარი, რომელიც დილით დაბრუნდა, ოდნავ ეცემოდა კედლებს. გარე თერმომეტრი დღეში 1 გრადუსით ადიოდა, შესაძლოა ნაკლებითაც იმ შეუმჩნეველი რიტმით, რომელიც ერთადერთი იყო, რაც ციმბირულმა ზამთარმა იცოდა დასამშვიდობებლად. მან ჩაიდანი ცეცხლზე დადგა. ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ყოველთვის ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, როცა მარტო ცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც თითოეული დეტალი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა. შეშა უფრო ფრთხილად დასახვავებელი. ერთ-ერთი გვერდითა ფანჯრის იზოლაცია თავიდან გასაკეთებელი. საკუჭნაოს ინვენტარიზაცია შესამოწმებელი, მან იმაზე მეტი გამოიყენა გასულ კვირებში, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა და უნდა გამოეთვალა, რა ეყოფოდა იმ დრომდე, სანამ გზა კვლავ გაივლებოდა და სურსათი მოვიდოდა. ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და ალექსანდრა ისეთი ქალი იყო, რომელიც აკეთებდა იმას, რაც გასაკეთებელი იყო. მაგრამ ჯერ ის გაჩერებული იდგა სქელი ქსოვილით დაფარული ფანჯრის წინ, აწეული ხელით და საჩვენებელი თითით ეხებოდა ქსოვილის კუთხეს, თითქოს მის გადაწევას და გარეთ გახედვას აპირებდა, და ასე იყო დიდხანს. შემდეგ ხელი ჩამოუშვა. მან იცოდა რა იყო გარეთ. იცოდა ტყე და თოვლი და უზარმაზარი, ცივი სიჩუმე. იცოდა კვალი, რომელიც ერთი მიმართულებით მიდიოდა და უკან არ ბრუნდებოდა. იცოდა ხეებს შორის ცარიელი სივრცე, სადაც ერთი წამით ადრე ფორმა იყო და ახლა აღარ იყო. მან იცოდა ეს ყველაფერი და ასევე იცოდა სხვა რამ, რისი სიტყვებით გამოხატვაც უფრო რთული იყო, მაგრამ რაც მასში დასახლდა ბოლო დღეებში იგივე შეუმჩნეველი შეუპოვრობით, რითაც ბუხრის სითბო სახლში ცივი ღამის შემდეგ სახლდებოდა, ნელ-ნელა, ფენებად, ყოველგვარი დრამატული ჩამოსვლის წერტილის გარეშე, მაგრამ მაინც მოდიოდა. მან გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო. არა იმიტომ, რომ სანაცვლოდ რამეს ელოდა. არა იმიტომ, რომ მგელი მადლობას გადაუხდიდა, ან იმიტომ, რომ ეს ისტორია გახდებოდა ისეთი რამ, რისი მოყოლაც ბედნიერი და მოწესრიგებული დასასრულით შეეძლო. მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ შეეძლო ამის გაკეთება და იმიტომ, რომ არსებობდა ცოცხალი არსება, რომელსაც სჭირდებოდა რაღაც, რისი შეთავაზებაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო, და იმიტომ, რომ გარემოებების ამ კონკრეტული კომბინაციისთვის ზურგის შექცევა იმ ცივდილით, როცა ის ეზოში იდგა და ტყის პირას უძრავ ფორმას უყურებდა, ერთადერთი რამ ჩანდა, რისი გაკეთებაც გულწრფელად არ შეეძლო. ეს ასე მარტივი იყო. და ეს საკმარისი იყო. ჩაიდან მას ტვენა დაიწყო. ალექსანდრა მივიდა ღუმელთან, გადმოდგა ჩაიდანი ცეცხლიდან და ასხა ცხელი წყალი ჩაის ფოთლებს ძველ ლითონის საწურში, რომელიც ქმრის დედას ეკუთვნოდა, და დაჯდა სკამზე ბუხრის წინ, ხელში ფინჯნით. გარეთ ციმბირის ტაიგა ყველა მიმართულებით 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, თეთრი და ჩუმი და გულგრილი, როგორც ეს იყო ნებისმიერ ადამიანურ მეხსიერებამდე და როგორიც იქნებოდა ნებისმიერი ადამიანური მეხსიერების შემდეგ.
სადღაც იმ უკიდე განობაში ნაცრისფერი მგელი მოძრაობდა ნაძვების შავ ტოტებს შორის მარცხენა თათი ჯერ კიდევ იმ არარეგულარულობის ხარისხით, რომელიც შემცირდებოდა კვირების განმავლობაში, მაგრამ რომელიც არასდროს იქნებოდა სრულად ისეთი, როგორიც ადრე იყო. ინსტინქტებით სრულად ხელუხლებელი და მოქმედებდა იმ გარემოში, რომელიც ერთადერთი გარემო იყო, რომელსაც ის იცნობდა, ცხვირი კითხულობდა ცივ ჰაერს ათწლეულების ევოლუციის იმ სიზუსტით. და იმავე მომენტში ადამიანების მიერ მუდმივად დასახლებულ დედამიწის ყველაზე ცივ ადგილას მდებარე პატარა სახლში 73 წლის ქალი სვამდა ჩაის ბუხრის წინ, მარტო ისე, როგორც მარტო იყო მანამდე და ისე, როგორც დარჩებოდა მერე, მაგრამ რაღაც ოდნავ განსხვავებულით, თითქმის შეუმჩნეველი დეტალით, სხვაობით უბრალოდ არსებულ სიჩუმესა და სიჩუმეს შორის, რომელიც დასახლებული იყო რაიმე ყოფნით და რომელიც ინახავს, ყოფნის წასვლის შემდეგაც კი რაიმეს იმ სითბოს მოგონებიდან. რამდენიმე კვირაში, როდესაც გზა ისევ გავლადი გახდებოდა და პირველი სტუმრები ჩამოვიდოდნენ იმის შესამოწმებლად, თუ როგორ გადაიტანეს ზამთარი იზოლირებულმა მაცხოვრებლებმა. ვიღაც ჰკითხავდა ალექსანდრას ეზოში არსებული უცნაური კვალისა და ნაძვებს შორის არსებული იმპროვიზებული თავშესაფრის შესახებ. ის მოყვებოდა იმას, რაც მოხდა იმავე ფორმით, როგორც ყველაფერს ასრულებდა შემკულობის გარეშე, გადაჭარბების გარეშე იმ ადამიანის მშვიდის სიზუსტით, ვინც ფაქტს გადმოსცემს. და მსმენელი, ახალგაზრდა კაცი უახლოესი ქალაქიდან, რომელმაც ისწავლა იმ რეგიონის მოხუცების პატივისცემა, მაგრამ რომელსაც ჯერ არ ესწავლა, რომ მათით არ გაკვირებულიყო, ერთი წამით ჩუმად დარჩებოდა, შეხედავდა ტყეს გარეთ და მერე იტყოდა რაიმე სიმამაცეზე ან სასწაულზე, ან რომელიმე დიდ სიტყვაზე, რომელსაც ადამიანები იყენებენ, როცა აწყდებიან ისეთ რამეებს, რაც მათ აღემატება. და ალექსანდრამ მსუბუქად გააქნევდა თავს, რადგან არც ერთი ის დიდი სიტყვა არ იქნებოდა სწორი სიტყვა. ბუხარში მეტ შეშას შეუკეთებდა. შესთავაზებდა ჩაის. სასწაული არ ყოფილა. არ ყოფილა არაჩვეულებრივი ჟესტი. იყო მხოლოდ სიცივე და ცოცხალი ცხოველი, რომელიც უკან ჩამორჩა და ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, ზურგი არ შეექცია. ეს იყო მსოფლიოში სამი ყველაზე მარტივი რამ, ერთად შეკრებილი გარემოების მიერ პლანეტის ყველაზე ცივ ადგილას. და ეს იყო საკმარისი. ბუხარით კაცუნებდა. ქარი კედლებს ეცემოდა. გარე თერმომეტრი დღეში 1 გრადუსით ადიოდა, შესაძლოა ნაკლებითაც. და ციმბირის ტაიგა, უზარმაზარი და ჩუმი და აუღელებელი ინახავდა თავის თოვლისა და ფესვების მეხსიერებაში იმას, რაც იქ მოხდა იმ ზამთარს, ისე როგორც ინახავდა ყველაფერს, რაც იქ ოდესმე მომხდარა, განსჯის გარეშე და სიჩქარის გარეშე, რაღაცის იმ მოთმინებით, რაც არსებობს ბევრად უფრო დიდი ხანია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მის შიგნით ცხოვრობს. იმ წელს -71 გრადუსის ზამთარი ციმბირის იმ რეგიონში ყველაზე მკაცრად დაფიქსირდა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. ადგილობრივ ქრონიკებში მგელი არ უხსენებიათ. მაგრამ ვინც იცნობდა ალექსანდრა პეტროვნას, ამბობდა, რომ ლობის შემდგომ დღეებში მას ჰქონდა ჩვევა, ზოგჯერ გაჩერებულიყო ეზოს შუაგულში და ცოტა ხნით შეეხედა ტყის პირისთვის, სანამ გააგრძელებდა იმას, რასაც აკეთებდა. თითქოს რაღაცას აკონტროლებდა. ან თითქოს ელოდებოდა. არავის უკითხავს. და მას არ აუხსნია.